გინდა რასაკეთებ თავი დამანებეთ რატომ დამიჭირე ლუკაშინია კაცალუქში ხარ ჩვენ გვინდა ქუჩა წათვალს გადაგარჩიო და წიგნის კითხვა შეგაყარო აქ რა უნდა გავაკეთო რითი გავერთო გასართობიც ხომ არაფერი არ არის აპაპაპა არავითარი გართობა მობილური ტელევიზორი და კომპიუტერი აი აქ გარადაში წიგნებია მოთავსებული იქამდე არ გაგათავისუფლებ სანამ ამ კარადაში მოთავსებული წიგნების კითხვას არ დაიწყებ და ლიტერატურას არ შეიყვარე. ჯერ მაგიდასთან სწორად დაჯდომა ისწავლე. წიგნის გადაფუძვა, სამრჩევის თვალიერება, მოთხრობის სათაურზე დაკვირვება. შემდეგ საინტერესო და ადვილად გასაკითხი წიგნი შეარჩიე. მე როდარდუმბაძეს ვირჩევ. აუ რა ცუდია, რა მოწყენილობა, ირგვლივ მხოლოდ წიგნებია. რაო? როდარდუმბაძეო? ნეტა ბავშვობაში ჩემს ავიღე. ცალკე დამოუსვენარი იყო ბატონი ნოდარი? ბავშვობაში არაფერი არ მომიფარა. როგორ არა, მომიფარავს და ერთ ასეთ კურდობას კარგი შედეგიც მოყვა. მახსოვს თხილი მოვიპარე კოლმურნოვის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რაც დამიჭერდა მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა. გავიქეცი საღამოს კანტორაზე დამიბარეს თავმჯდომარემ და მითხრა თხილს რატო იპარავდი, მეველეც იქ იყო. სასტიკი ვარი უთხარი, რომ არ მომიპარავს მეთქი და მეველე განსაკუთრებული მეყურავდა. და მე ვუთხარი ეს მოხუცია ალბათ და ეჩვენა ვიყავი მეთქი და გამომიშეს და გზაში დამეწია მეველე და მითხრა რომ შვილო ნოდარო ადამიანს აქვს შუბლის ძარღვიო ის რო გაუწყდებაო მერეო იოლია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ დაიწყებ თავიდანო ნუ გაიოლებ ცხოვრებასო თხოვა ესა და ეს როგორც ერთ-ერთი მცნება სახარების ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ რომ ის ნამუსის ძარღვი შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს ერთი კვირა კომპულსობს მთელი ოჯახი. მოვკალი ვიღაცა. მართლა ბიჭო? მარა, თქვენ უწუხართ ქალბატონო იულია. წევიყვარ მე ამას გურიაში და ჭლიკით დავკიდებ ჭადარზე ჭლიკით. არ ვიცი მე ის დაკიდებ ხიშვარდი ბატონო, მაგრამ ბედნიერი მაგის დედა მაგის აქციას რო ვეხედავს. დედაც და მამაც სხვათა შორის. როგორ ფიქრობთ ქალბატონო იულია? ფლაწასულია ხელიდან და არაფერი ეშველება ახლა ნუ ბედურს. ამასწილებს ორი ფუთის სიმინდი გავატანე წისქულზე და ორი ოყა მომიტანა უკან. უდღეური ბავშვებისათვის დაურიგებია არსენა ყაჩაღებით. შეათო მაგეს ბევრი არიანო. მომკალი ვიღაცა. მაგი რა? ორი დღის წინ მაგადამასალის გადარეულმა ზარდალიშვილმა ატამ მოპარე საკუთარ გეოგრაფიის მასწავლებლს და ჩარბაწეს გაუცვალეს თურმე თუთულში. მართლა ბიჭო? ბატონო ქიშვარდი, რომ დაგეჩემებიან, მართლა ბიჭო, ამ ხნის ქალი რომ გელაპარაკებით, ჩემი არ გჯერათ? მაგას როგორ გაკადრებთ ქალბატონო იულია? მაგით იმის ხმა მინდა რა ეშველება ახლა ამას მეთქი. უსაშველო რაჭი ქიშვარდი ბატონო, უბრალოდ კაცის ხელი უნდა. მე უცური დედაკაცი არა ვარ მაგის მომრევი. სანამ ცოცხლები იყვნენ ამისი მშობლები. ახლოს არ გამაკარეს ბაღანას ქალბატონო იულია და ახლა რითი გავუთქო მე ამას გული? რითი შევიჩვიო და რითი შევისისხლცო? უცხოვარ მაგისის დადუცხო. არ დაიჯეროთ მაგი ქიშვარდი ბატონო. კაცია მაგი და მაინც კაცთან ყდნა ურჩევნია. ეგეც არ იყოს თქვენი გვარის გამგზელებელი. მაგია და ობოლი აგი ქალბატონო იულია და როზგის გარდა ცოტა მოფერებაც უნდა. ობოლი ობოლს გააჩნია.
არ იძლევა მოფერების საშუალებას და რა ვქნა? ოდის გავატოთ, ხალბატონო იულია. აგერა, ბატონო, როდესაც მოგესურვებათ, მაშინ წაიყვანეთ. მე თქვენგან ტყვის და გახაზირება დაჭირდება. აი, მაგის საბუთებია. შიგ წერია, მეოთხე კლასში გადავიდა. სახელი კი შეშლია ცოტა. ლომჯარია ნოდარის მაგივრად, ლომჯარია ნადირი დაუწერიათ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, აგია მაგის ნამდვილი სახელი სწორედ. აბა კარგად იყავთ. ღმერთმა გიშველოთ და ხელი მოგიმართოთ. მოგეშინია, ბაბუ. დავიდეთ გურიაში. იქ სხვაგვარი სიტყვა და სიყვარული იცია. გურიაში სხვაგვარი სიყვარული იცი. თებში ვიქარ მოქარგული ფერფლისფერი მისლია. მასპინძელი შეგაწუხებს, გადეიღე საჭმელი. საიდან აღწალაცულებს იუმორი ამდენი. პრიმანჭული გაგაკვირეს ზეცას ვსება ბანები. სულ სხვა შეგვიღებიან გურიაში ქალები. სილამაზეს აქ რომ ნახავთ, ვერ იხილავთ მეორე. გურულების ნახდი იუმორს ვერ მიგაიმეორებს. გურიაში სხვაგვარი სიყვარული იცი. თებში მიგარ მოქარგული ფერფლისფერი ვისლია. თებს რომ ფერი შეეცლება, იქ გურია იწყება. სადე ერთხელ დაიხილე, აღარ დაგავიწყე. პატარა ბიჭი ყურების პარტყვნით მიყვებოდა თაკარამზით. გავარვარებურ და ამტვერებურ გზაზე მიმავალ თავჩაკინძრულ ბაბუამის. ბიჭი მისდევდა მოხუც უკან და ფიქრობდა. ეს კაცი, რომელიც ჩემ წინ მიდის ახლა და სახლში მისვლისთანავე ჭადარზე ჭლიკით ჩამოკიდებასა და 4-ში ამაღებას მტირდება. მამა ჩემის მამაა თურმე ღვიძი და ჩემი ბაბუა. მაგრამ რაღაც ჩემთვის უცნობი ძალა მაწვება ზურგში და მიბიძგებს, რომ ასე ყურმოჭლილ მონასავით გამოვეკიდო. თორე ფეხის გვერდზე გადადგმას რა უნდა. გზა 4 მხრივ ხსნილია, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევს ამის საშუალებას. რაღაც მაკავებს და მიახლა წუღაში თით გავარდნილი და სიწყული და სიარულისგან ქუსლებ გადაბეგული რომ მივდევ ამ მოხუცს. ნეტავ რა მიმარვენინებს ბებიასაგან მოძულებულს ბიძაშვილებთან გამომშვიდობებლად. რა ძალაა ეს ნეტავ, რა ჰქვია ამ ძალას? დოქტორი უნდა გამევიდეს. მოგუწდი აცი და მოვლა პატრონობანი. ემდა იურისტობა ჯობია. ვერ ხედავ რა ვადასახსა ჩვენი მოსამართლე? ჩვენ სოფელში რომ მევიდა, ცალ-ცალი კალოში ესვა. ახლა ყალის პალტოში და რეზინის შექმებია გამოჭებული. აბა, მაინც სადაპირებ შესვლა შეუპატრონო აღარ იტყვი. მე საარბიტროზე მინდა. კიდე რა თქვა მაი? ვაი შენს პატრონ თუ ბედურს. მამას დაგო. არ გინდა სწავლა ხომ? მომკერი ქალი. შემარცხვინე ქალი. არა, მაინც ვიზერმსავსე, შენ ჩემი ცოდვით სავსე. ვინ იყო ბიჭო ჩვენს ოჯახში უსწავლელი? მითხარი ერთი ვინ იყო? მიპასუხე ერთი. მიპასუხე. რა გინდა რა? რა მინდა და სიკვდილი შეიმელა. რუსული სწავლად რა უნდა ბიჭო? წელი რუსეთი რუსულად აბარაკოს. შენ რა ღმერთი გიწყვება?
7 წელიწადი იცხოვრა ბაბუაშენმა რუსეთში. რო ჩამევიდა მაგისანა რუსული პოსტის ნაჩალნიკმა ივანე რუსფალს არ იცოდა. Что вы говорите? გაგიკვირდეს, ხო, გაგიკვირდეს. 2 საათი ელაპარაკა ბიჭო ივანე რუს ბაბუაშენ. ისე ხმარობდა ლაპარაკის დროს ორივე ხელებს. გეგონებოდა ბარაბანზე უკრავსო ბიჭო. Сука, ты Рождена Посталён. Ай, გამარჯობა, ოლღა. გაგიმარჯო, ჩემორაჟე, რა ვახარ? რა, ჩემო. კარგად იყარე, კარგად. 2 საათი პირდაპირ ლუგდებდა ყურს ივანე რუსი. მერე მოუბრუნდა ხალხს და ასე უთხრა. მაგისანა რუსული ჩემს სიცოცხლეში არ გამიგონია. Может быть, დამცინი ხო შეიუდაშე სასტიკტივე. არ არსებობს ხალი გურიაში, რომელსაც უკეთესი წყევლა შეეძლოს ვიდრე ბებიაჩებს. მაგრამ ემისი წყევლის არ მეშინია, რადგან ერთხელ წამოსდა. ნუ გეშინია ბებია, როდესაც გწყევლი, ჩემი გული გლოცავს. შენ არ გაგიწევდა ხვალინდელი დღე, შენ დაგიბნელდა თვალებში ზური კელავაშალონი. შენ მოუხდი ბებიაჩებს, არ გინდა სწავლა ხო? არა ხო? უშესასტიკტილე, სასტიკტილე, შენ. დავაშე მარცხვინა ამ ხელას. მომჭერი თავი ხომ? მომჭერი. როდის მერესწრები შენ სიცის. Ke mains mesodziნება შენი საფლავს. დავძები და გიტირებ შე უძღეურო შენ. გამიშვი ხელი. გამოდი სახში. გამოდი აღარ სახში. რა გიწით რო ისავლო შე დურაკო. რა გიშლის ხელს? რა? და არ დაგინახო სახში მოსული. სადაც კიდე იქ წეთრიე. შე ვაიმე, ეს რა დამემართა, დავიღუპე, რა მეშველება. რა იყო, გოგო? რა დაგემართა? რა ვუყო ახლა ამას? უი, ორიანი, მატრიკულში როგორ დაგიწერა მაგო ჯახტაქცევ. რა გეშველება ახლა? ვაიმე, რა ვქნა ახლა მე მომკლავ დედა ჩემი. მაინც რა საკითხი შეხვდა ასეთი? რა შემხდა და საქონლის წრებრუნვა, ფულის ინფლაცია, მესამე რა იყო აღარ მახსოვს. მე ვერაფერი ვერ უპასუხე. როგორ არა, დავიწყე. როგორ შარშან ამ ზაფხულს სოფელში ვიყავი. ბებიას ვეხმარებოდი ბოსტნის დამუშავებაში მეთქი. ბებია ჩემი ძალიან კეთილი ქალია, ძალიან უყვარა. სულ მეფერება მეთქი. ხო და ბებია შენმა დაგიწეროს ნიშანიო, ასე მომკლავენ სახში. სარდალიშვილა და ზურაბიშვილო, მოგძავნით. დავძავნით, აიღეთ ბილეთები და მოიფიქრეთ. თქვენ ხომ არ დაიწყებთ? რატომაც არა? აბა გისმენთ. მიწის რენტა. რენტა არის მიწის გადასახადი. მიწა ყველგან იყიდება. საქართველოშიც კი. აქ უკვე ყველაფერი იყიდება. სინდისიც კი. სინდისი კი, რა თქმა უნდა იაფა. გადასახადი რომ გადაიხადე, ფული უნდა კონდეს. ბევრ ფულს კი შოვნა უნდა. საიდან? გაჭიმობხა, სადაა ფული? ფული ძნელი საშუალება. თქვენი სახელი გამახსენეთ ახალგაზრდაო. ლაშა ბატონო პროფესორი. ჩემს ლექციებს თუ ესწრებოდით, რატომღაც არ მახსოვხართ? თქვენ კიდევ საერთოდ არ გიცნობ. რა გზავნეთ ბატონო ლექტორი? ჩვენ გიცნობთ შესანიშნავად. პატივცემული, თქვენ ლუკა ღაწავა ბრძანდა. ყველასათვის საყვარელი პროფესორი. თქვენ ჩვენი სიამაყი ხართ. თქვენს ლექციებს ვინ გააცნეს? თქვენს ლექციებს კი არ უჭერთ ყლაპავთ. აბა ერთი მომიყევით, რას ყლაპავთ? შეიძლება ბილეთი გამოვცვალო. შეიძლება. რამდენი ბილეთის გამოცვლის უფლება მაქვს პატივცემული? ორიანი მომეც. არ დაგუპოთ ბატონო, სტიპენდია დამეკარგება. თქვენი სტიპენდია კი არა. 20 წლის უნახავი მეგობარი დავყავდი. მაგრამ საფლავში არ ჩავყოლი. მაგი ისედაც დაკარგული ყოლია. რა მოუვიდა უბედურს? ზურაბიშვილო მომეც მატრიკული. პატივცემული, დიდი უსამართლობა იქნება. ახლა მაგას თქვენ ორი რომ დაუწერო. მთელი ღამე ერთად სწავლობ. ეთყობა თქვენს პასუხებს. ღამეები რო გაქვს ნათელების სწავლაში. პატივცემული, წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ მილიონერი. ხართ მილიონერი და გაქვთ რამდენიმე მილიონი სამია. მოვიდა თქვენთან მათხოვარი და გეუბნებათ. პატივცემულო მილიონი, გაიღეთ მოწყალე. მომეცით ერთი სამია.
თუ შეიძლება. ახლა კი წარმოვიდგინეთ, რომ ის მათხოვარი მე ვარ. რა შეიძლება ჩვენს ქვეყანას ქვეყნის თანების ხელში. კარგად დაიმახსოვრეთ ქვეყნის სიყვარულს, საყელპურო და საარშიყოდ ნუ გაიხდით. სამშობლო როსკიპი ქალი არაა, ფრავს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენეთ. სამშობლო ტაძარია, სალოცავი, მუხზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან. ძალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე და წიც კითხულობდე. მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონო. და კიდევ ამ ტაძართან შესაწირის მიტანა ვერავინ ვერ უნდა დაგასწროს. პატივცემია, მართალია საგანი არ ვისწავლეთ, მაგრამ ჩვენ ჩვენებურად ვიცით სამშობლოს სიყვარული. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ქართველები რბილი ხალხი ვართ, ალერსიანი, მოსიყვარულე, სიმღერა მაჭირს. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოყვე. ამხანაგი გვიყვარს. მეგობრის გულისათვის შეიძლება სახლიც კი გავყიოთ. ქართველები თუ დედას ვიფიცეთ, ხაძე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტი, ჩვენი ქვეყანა სიგიჟემდე გვიყვარს. საქართველოს სადღეგრძელოს რომ ვამბობთ, ხანდახან ტირიტ-ტირით. 60-ხესავით ქვეყანაა საქართველო, 60-ხესავით პატივცემია. ბიძიკოებო, მომეცით მატრიკულები, აღარ დაგიწერთ ორიანი, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ ჩვენს ქვეყანას, გონიერი და განათლებული ახალგაზრდობა სჭირდება, განათლებული. კარაჩა, ჩვენი მილიციის უბნის წმუნებული იყო. კაცი მეტად უცნაური, სამართლიანი, გაჭირვებულის ქომაგი და საყვარელი. ეს მითხარი, ჩემო კუკარაჩა, ოღონდ კი ნუ გეწინება, შენ მარტო ჩვენთან დადიხარ, ასე ხშირად თუ ყველგან. არა, ქალბატონო ანიკო, მე უბნის ინსპექტორი ვარ და ყველგან მიწევს სიარული. ერთი კია, თქვენთან რომ მოვდივარ, თავს რაღაც სხვანაირად ვხსნი. ხელო როგორც გამოცდის წინ, თუ რაღაც უბედურება მემართება. მოკლედ, ვერც ვამბობ და ვერც ვერასოდეს აგიხსნით. თქვენთან რომ მოვდივარ, ასე მგონია, თითქოს უკვე ცხოვრობდი ამ სახლში. მერე დამსაჯეს და გამაგდეს უსაქციელობისთვის. ახლა კი ისევ დავბრუნდი საკუთარ სახლში, ცოდვა მონანიებული. მაინც რა გევალება შენ კუკარაჩა მილიციაში? მე ქალბატონო ანიკო ყველაფერი მევალება. ქურდებისა და ბანდიტების დევნა. მოზარდის იდეური აღზრდა, ის რომ სწორად წავმართო ბავშვის სულიერი ცხოვრება. რა იცი ბიჭო შენ, რა არის სულიერი აღზრდა, სულიერი ცხოვრება ან სული საერთო? როგორ არ ვიცი ქალბატონო ანიკო, სული სულია, სულიერი ცხოვრება კი კინო, თეატრი, მხატვრობა, მუსიკა, ამის სიყვარული და საერთო სიყვარული. და შენ გონია ნაძირალები კინოში, თეატრში, ოპერაში არ დადიან. ნაძირალები წიგნს არ კითხულობენ, ცოშვილი არ აყავთ და არავინ არ აყავთ. ჩემო კუკარაჩა, სული მე მაინც ზღაპრული ჯინი ვიქ, ბოთში გამომწვეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენისდრიდან თავისუფლებას ელოდება. თავისუფლებისაკენ მარადიული ტოვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნები, ზოგჯერ უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამბობიდან. უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.
ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი გონია. მართალია, ზოგი უფრო დიდია, ზოგი უფრო პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის. კარგია, თუ ყველაფერი ეგ შეგაბარია მედიცინაში. სიყვარული ცულში შედის ხალბატონოარიკო. ალბათ, ყოველ შემთხვევაში, თუ რა საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა. შენ მაგონება მიმამსგავსა მილეულს მთვარეს სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრის სიკვდილს სამწარეს მოდით მიჯნურ შემიბრალ ბოლეთ ჩემს არის მკვდარი მიჯნური დამიტირეთ და ამფალ სამარის ვახ სიცოცხლე უკუმართ თანაცხად
შენ. ჩემი სოფლის შარაგზაო და საით ვიყავს ჩემი ქვეყანა. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამარჯდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვებაში შენ შარაგზაო და დამებრუნე ის, რაც შეგეძლო. მადლიერი ვარ შენი. ახლა გვინდა რომ წაგვიყვანო მე და ხატია. წაგვიყვანო და გვიჩვენო სად თავდები. და სადღე თავდები ჩვენ არ გაგათავებ ჩვენ. ჩვენ არ გაგათავებ ჩვენ. ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ. უსასრულოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და აღარასდროს აღარ დავიხოცებით. აღარ გავთავდებით და აღარ დავილევით. აღარ გავთავდებით და აღარ დავილევით. ის დაყავთ სკოლაში ვიცი. სოსოს მასწავლებელი, ჩემ და ჩემ ძმა. აბა მე განთავისუფლებ ჩემი გაკვეთილებიდან. ნუ ღარ მოხვალ დღეიდან. მე მინდა დავჭირე ის. დარჩი ვიცი. ვერაფერს ვერ ხედავ. ზეს ვხედავ მასწავლებელი. ექიმმა უთხრა მამაზმ ზეს თუ ხედავს და სინათლეს დაუბრუნება. კი დაგიბრუნებს ბიზიკოგი. მეც დავბრუნავდი სკოლას. ვერაფერს ვერ ხედავ. ზეს ხედავდით მასწავლებელი? ზეს ხედავდი და დამიბრუნე სინათლე. აბა მზეს მეც ვხედავ. ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი. ვიმოგზაურებდი. ნახავდი, სად იყო? სად სიმშვიდეა. სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყოველს იქ მოუნდებოდა წასვლა. ცა რომ სარკე იყოს. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს. მერე, დახინებულები, წავიდოდით გაჭირებულებთან და მივეხმარებოდით. რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე. შენ ცისარტყელა ხარ? გაზაფხული? აბა, ვინ ხარ შენ, რა გქონია? იცი, მე გზნობა და მაქვს გული. მაცოცხლებელი გული, როგორც ყველა ადამიანს. და მე ეს გული გამიტყდა, გამებზარა. თავთან ფერს კარგავ, უფერულდები, ფითრდები. და ყოველ დღე დავდივარ ყვავილოვანებზე. მინდა სითბო და სიყვარული ვიხსნო, რათა გული გამიმთირდე. მაგრამ თუ არ გამიმთირდა, მაშინ ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაიწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ კერდი გადაუხსნა. შიგ დაკოშრილი ხელი ჩაუყოდა გული. ყურძნის ტევანი ვით დაუწყო. არა, ბატონონოდა, ხელოვნური გული თქვენ არ გამოგადგებათო. ხელოვნური გული თქვენ ვერ იცოცხლებთო. რა უჩვეულო და მართლაც სამარადისო კანონი აღმოგვიჩინის ადამიანებს დაუწერები და გულით სატანები. ამ კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი.
სხვა მსხვისი და დაუსაბამოდი. ადამიანო, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი ამ სამყაროში. რა გახდა შენთვის ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა? რატომ დაძრწი და არ იცი სად იცხოვრო? ზღვაში, ხმელეთზე, თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში. ბოლოს და ბოლოს ვინ ახარ? საიდან მოსულხარ და რა გინდა ადამიანო? მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგიზესული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით. დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა. დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. გევედრებით ამას თქვენ ადამიანებს. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი დედამიწაზე სიყვარულით აღმოცენებული და კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. ზეო, ნუ მიგვატოვებ, გემუდარი. ჩვენ გვეყარება ერთმანეთი და სიყვარული არ დავიცლებით აცდა მარადის. ზეო, ნუ მიგვატოვებ, გემუდარებით. ზეო, ნუ მიგვატოვებ, გემუდარებით. დამიბრუნეთ სიყვარული, დამიბრუნეთ სიყვარული, დამიბრუნეთ სიყვარული. ყველაფერს აქვს ამ ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული. მაგრამ საშიში არაფერია. ისევ დავრჩებით ამ ქვეყნა და სხვა სახით მოვალთ. ან ხეთ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, ის ქვაც მე ვიქნები. ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდით. არ იფიქრეთ, რომ მარტო იხართ ამ ქვეყნიერებაზე. განზომილებაში უმზირო ან მოშალო. მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო, საიდანაც ლამაზია. ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ არ იცი რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწოვდა კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს. იმდენი რამ თქმულა, დაწერილა, დადგმულა და გადაღებულა რომ აბა, ახალი რა უნდა. გურიაში მოშებს, ჩაჩნებს ან სიგნებს ეძახიან. კალიასავით შემოერსივნენ და მოეძნენ ისინი გურისო. მე ხილათთან მეგობრეს გოშერდი. ის კი არა, რომ გაიგე სოფოლი ვიყავი, მათთან ბანაკში წასვლა. ცხოვრება და გაბოშებაც კი შემომთავა. ვინ იცის, დროთა განმავლობაში ბოშათა ბარონის გახდა. მაგრამ მე ისევ ბებია ჩემის დღის მწყემსავარჩიე და თარჯიმნის ფუნქციით დავკმაყოფილე. საღამოობით, რა თქმა უნდა უსასტიკო. ბოშები მოდიოდნენ და მასწავლიდნენ ბოშურ ცეკვებს. გიტარაზე და
წავიდნენ ჩემი შალტუხი, ხიარული, მოჭხუბა, ჭედელი, მოცეკვავე, მარჩიელა და ქურდვა ცაცაბოშები. წავიდნენ უკან მოუხედავ. სამაგიეროდ, იმედის, ისეთი კოცონი დაგვიტყუეს, რომ დღესაც მინთია გულში. ნახე, ჩაეძი. აბარა იქნებოდა. ელი ღამე ნოდარ გუმბათის მოთხრობებს კითხულობდა. ანგიჟივით იცინოდა. ესე იგი, საქმე კარგად იცინოდა, ღიროდა. ზუსტად ასე დამემართა მე, როდესაც პირველად წავიდა. მოდი, ახლა დავაკვირდეთ, როგორი გამომეტყველებია ყულოთ და საბოლოოდ მივიღებთ ადამიანს, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. ნოდარ დუმბაძის ყოველი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი და სხვათა შორის. თანდათან უფრო ვწმუნდები, რომ ადამიანისთვის საჭიროა ჭკუა, გონიერება და ცოდნა, რასაც წიგნი გვთავაზობს. სოხუმში საბერძნეთიდან გები ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში გიდნენ. მამაჩემს. მე არ მიხვედი. არ მინდა წასვლა. მამა, რომ იქ ჩვენი სამშობლოა. მშობლიური მიწა, დიდებული ელადა. მამა ყაყათა სისხლი გვეძახის და მოვალენიო წავიდეთ. მე და რატომ არ მიხვედი? როგორ არის? მე დედა არ მახსოვს. მამა კი მთელი დღე ბოსტანშია ან საშუალოზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე ხუჩაში. ჩემი სამშობლო, ჩემი ელადა სოხუმია, ჩალბაში, კოკა, ეტია, ურმიკა, ფერმა, შავსვა, კინიცისი, ჩემი მიდა და შენ. აი ეს კი მხოლოდ ამოსვირინგებული სიტყვაა ჩემალო. სამშობლო უფრო ღმრთაა, უფრო შენ. მამა ყველაფერი გაყიდა, სახლი, კარი, ვერს არავინ ყიდულობს. თქვენი ხალხი ვირის სკოლას სამარცხვინებს. ვირი კი ძალიან საყვარელი ცხოველია. მუშა, მწყინარი, ქუჩაში ხომ არ დავტოვოთ, ადის დავუტოვოთ. ერთ-ერთ ყველანი მივდივარ. მიდი ხა? მივდივარ. ხომ დაიტოვებ? დავიტოვებ. არ გააგდო სახლიდან. არა, იანგული. ვინა ივანოვრასხოვი არ გააგდო სახლიდან. ხო, იანგული. კოკა მოგეხმარება. მაგის როლას რა უნდა? სულ ერთი მუჭა ბალახი მგონის. ვიცი, იანგული. აპოლონი ხდია. მოეფერე ხოლმე. ხო, იანგული. წავედი ახლა. გები საღამოს გადის. ორჩი მოვალ, იანგული. შვიდობით ჯემალო. შვიდობით, იანგული.